ტელეგრაფი წერს, რომ დასავლეთი შეცდა, როდესაც ჩათვალა, რომ რუსეთი დამარცხდებოდა. სტარმერმა, მაკრონმა და მერცმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც არ აღიარეს, რომ გეოპოლიტიკური სიმძიმის ცენტრი შეიცვალა. ეს რუსეთს მხოლოდ აძლიერებს. ბრიტანული გაზეთი წერს, რომ როდესაც 1914 წლის აგვისტოში პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ბევრი ფიქრობდა, რომ ის შობის დღესასწაულივით დასრულდებოდა. ჩვენ კიდევ უფრო სერიოზულად ვწდებით რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი დამარცხდეს, ხოლო უკრაინამ იმდენი იბრძოლოს, რამდენიც საჭირო იქნება, ანუ მუდმივად. მცდარი იდეა ის არის, რომ ჩვენი აზრით რუსეთი მუდმივად გარიყული იქნება. მისი აქტივები გაყინული საერთაშორისო დიპლომატიურ სივრცეში და საერთაშორისო სპორტში. ბუნებრივია, ადამიანებისთვის რთულია ომის შემდგომი ეპოქის დანახვა, ვიდრე ომი მიმდინარეობს. რუსეთ-უკრაინის ომი დიდი ალბათობით რაღაც მომენტში რაღაც ტიპის შეთანხმებით დასრულდება. როდესაც ეს მოხდება, ბევრს გაუჭირდება იმის შეგუება, რომ რუსეთი მოიხსნება დღის წესრიგიდან. რაც უფრო ფიქრობთ, რომ უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია გამარჯვება, მით უფრო გაგიჭირდებათ სხვა რეალობასთან შეგუება. ურთიერთობები ძველ ნიშნულს ვეღარ დაუბრუნდება, მაგრამ ისინი ნორმალიზდება, რადგან ბიზნესი ბიზნესია, როგორც ეს ხდება ხოლმე მშვიდობიან დროს. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არის დასავლეთი გამარჯვებულების მხარეს, არის ის, რომ ის იმეორებს ძველ შეცდომას, როდესაც ვერ აფასებს რუსეთის შესაძლებლობებს. ეს დაიწყო 1812 წელს ნაპოლეონის ინტერვენციამდე დიდი ხნით ადრე, რუსეთ-პოლონეთის ომის დროს მე-17 საუკუნის დასაწყისში. რეჩ პოსპოლიტას ჯარებმა მოსკოვამდე მიაღწიეს, მაგრამ საბოლოოდ ისინი მაინც მოიგერიეს. შვედებიც იმავეს ცდილობდნენ მე-18 საუკუნის დასაწყისში, მაგრამ უშედეგოდ, როდესაც ჩრდილოეთ ომი შვედეთისთვის კატასტროფული მარცხით დასრულდა. იგივე მეორდება ახლაც. 2022 წლის მარტში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთს უმთავრდებოდა მაღალი სიზუსტის შეიარაღება. იმავე თვეში ფიჩის სარეიტინგო კომპანიამ რუსეთს გარდაუვალი დეფოლტი უწინასწარმეტყველა. გადამდგარმა ამერიკელმა გენერალმა თქვა, რომ ომი მშვიდობისთვის დასრულდებოდა. რუსეთმა ომის შემდეგ ყველა დასავლურ ეკონომიკას გაუსწრო. დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით ის გადავიდა სამხედრო ეკონომიკაზე. რუსეთს არ სჭირდება დოლარი და ევრო ტანკების და რაკეტების წარმოებისთვის. თუ კი ვინმეს დღეს აქვს ფინანსური პრობლემები, ეს ევროპული ქვეყნებია. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა უარი თქვა უკრაინის მხარდაჭერაზე, ევროპელებმა აღმოაჩინეს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი უკრაინის ომში გამარჯვებისთვის, წერს ტელეგრაფი. ბრიტანეთის ყოფილი პრინცის ენდრიუ მაუნტბეტენ ვინძორის ყოფილმა საცოლემ ლედი ვიქტორია ჰერვიმ განაცხადა, რომ პედოფილი ჯეფრი ეპშტეინი შესაძლოა ცოცხალია და ისრაელშია. მე ვნახე ერთ-ერთი წერილი, რომლის მასალებშიც მოხვდა ის და მიმაჩნია, რომ ციხის მცველი უნდა დაიკითხოს. ის მცველი, რომელმაც თქვა, რომ დაინახა, თუ როგორ ხდებოდა გარდაცვლილი სხეულის ჩანაცვლება. მე არ ვამბობ, რომ ეს ჩემი მყარი განცდაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს იმის ალბათობა, რომ ეპშტეინი ცოცხალია და ისრაელშია, როგორც ამას ბევრი ამბობს, თქვა ვიქტორია ჰერვიმ. დავოსში გამართულ ფორუმზე ადამიანებისთვის ფაქტობრივად ჰაერის და სუფთა წყლის მონეტიზაციის წინადადებით გამოვიდნენ. კლიმატის ეკონომიკის სფეროს ბრიტანელმა ექსპერტმა ლინდსი ჰუპერმა თავისი პოზიციის განმარტებისას განაცხადა, რომ ნიადაგი და ჟანგბადი უსასრულოდ ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. ის გამოვიდა ინიციატივით, რომ ეს რესურსები გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში შეზღუდულ რესურსებად აღიარონ. ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, წყალი, რომელსაც ვსვავთ, ნიადაგი, ოკეანე, რომლებიც გვაძლევენ საკვებს, მინერალებს და ტექნოლოგიებისთვის და ინფრასტრუქტურისთვის აუცილებელ რესურსებს, ამ ბუნებრივი კაპიტალის გარეშე ჩვენ ეკონომიკები არ გვექნება. ესაა ჩვენი ეკონომიკების ფუნდამენტური სამშენებლო ბლოკები, წყლის დეფიციტს მოსდევს შეფერხებები საწარმოო პროცესში, იქ სადაც წყალი კრიტიკულად მნიშვნელოვანი რესურსია წარმოებისთვის ან ენერგიის გამომუშავებისთვის. ნიადაგის დეგენერაცია იწვევს სასოფლო-სამეურნეო მოსავლის ნაკლებობას, აგრარულ სექტორზე მოქმედებს ასევე გადამტანი მწერების რაოდენობის შემცირება. ეს ყველაფერი პირდაპირ ფინანსურ რისკებს უქმნის ორგანიზაციებს, ბიზნესს და საბოლოო ჯამში ინვესტორებს. ეკონომიკაში ბუნებას განიხილავენ როგორც რაღაც უსასრულოს და უფასოს. ფინანსურ გათვლებში არ ხდება რისკების და ზიანის გათვალისწინება. ჩვენ შეგვიძლია მათი შეფასება მაკორდონეზე, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების ყოველდღიურ პროცესში მათ არ ითვალისწინებენ. შედეგად კი მთელ მსოფლიო ეკონომიკას ვუქმნით რისკს. შეუძლებელია მკვდარ პლანეტაზე
მიწაზე ბიზნესის წარმოება. თუ ჩვენ გვინდა რომ ბუნებრივი სისტემები დავიცვათ, ერთ-ერთი გადაწყვეტაა ბუნების ბალანსში მოქცევა, ბუნებრივი კაპიტალის ინტეგრაცია ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მისთვის ფასის მინიჭება და ბუღალტერიულ თუ ფინანსურ მექანიზმში გათვალისწინება, განაცხადა ექსპერტმა ლინსი ჰუპერმა. ტელეგრამის დამფუძნებელ პაվել დუროვს მიაჩნია, რომ ბავშვებისთვის სოცქსელებზე წვდომის აკრძალვით ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ცდილობს საკუთარი რეიტინგის გაზრდას. ყველაზე ხმამაღლა მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვაზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე ის მოხელები გაყვირიან მაკრონი, სტარმერი, მერცი, სანჩესი, რომლებსაც მსოფლიოში მოწონების ყველაზე დაბალი რეიტინგები აქვთ, აცხადებს დუროვი. მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ ტრამპი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და წესიერი ადამიანია. პრეზიდენტ ტრამპთან მთელი ჩემი ურთიერთობის გამოცდილება არის ის, რომ იგი უბრალოდ ნამდვილი და წესიერი ადამიანია. თუ კი ის მხარს დაგიჭერთ, მაშინ 100%-ით თქვენთანაა. დიახ, ის ერთგული კაცია. აი რატომ ვუჭერ მხარს 100%-ის. ის ერთ-ერთი ყველაზე წესიერი კაცია, ვისაც ოდესმე შევხვედრი ვარ, ამბობს ტაისონი. სალვადორის პრეზიდენტმა ნიიბ ბუკელმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში აქტიურობენ ბანდები, რომლებიც სატანას ეთაყვანებიან. ბევრმა არ იცის, რომ ჩვენი მტერი იყო არა მხოლოდ სისხლით და ხორცით ადამიანი, არამედ არამატერიალური არსებაც. ბანდები არა მხოლოდ კლავენ, აუპატიურებენ და ძალადობენ ადამიანებზე, არამედ ეთაყვანებოდნენ ეშმაკს. როდესაც შევდიოდით მათ სახლებში მათ დასაპატიმრებლად, იქ ხვდებოდა საკურთხევლები, რომლებსაც სატანისტური რიტუალებისთვის იყენებდნენ. ეს ყველაფერი კარგადაა დოკუმენტირებული. ჩვენ უმალ გამოვაქვეყნეთ ფოტოები და ვიდეო, მაგრამ გაუგებარი მიზეზებით სოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა არ ჩათვალეს საჭიროდ ამის გაშუქება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სალვადორში ბანდები იყო სატანისტური, მათგან ზოგიერთი კი არის შეერთებულ შტატებში, განაცხადა სალვადორის პრეზიდენტმა. ევროკავშირი ოცნებობს, რომ მოსკოვში ხელისუფლება შეიცვალოს, მაგრამ რუსეთში შიდა პოლიტიკური სიტუაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ეს არარეალურია, განაცხადა ევროპარლამენტარმა ლუქსემბურგიდან ფერნან კარტაიზერმა.